ეხლა მე მოგცემ სიტყვას. მაშა ასე ჩვენ მოვისმინეთ ეს ნაწყვეტი, ეს იყო სერობ არჯემიანის შესრულება სიმღერა ჰაიასტანი, რომელიც ძალიან გას ყვავილების ქვეყანას. მოდით ვთქვათ სიმართლე, დასაწყისი მართლაც შესავალი იყო ერთ-ერთი, თუმცა შემდეგ უკვე სიმღერა რო დაიწყო, მკვეთრად განსხვავდება. ქალბატონო სალო, თქვენ მუსიკოსი ბრძანდებით და რა სიტყვით, არის თუ არა ეს ყვავილების ქვეყანა? არა, რა თქმა უნდა, ერთ მნიშვნელოვნად შესავალი ინტროდუქცია არის ერთ-ერთი უბრალოდ გაჯერებულია მელიზმებით და საუბარი იმაზე არის თუ არა ეს ყვავილების ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რაღაც დოზით მან გამოიყენა მელოდია ყვავილების ქვეყნის. თუმცა კომპოზიტორი მანუ ხაჩატრიანი აცხადებს, რომ არც მოусმენია ეს სიმღერა და ეს უბრალოდ დამთხვევა ხდება ხოლმე სამუსიკო ხელოვნებაში, როდესაც ემთხვევა სიმღერა ერთი მეორეს. ვაგნერის მუსიკით იწყებოდა, ვაგნერის მუსიკით ჩვენი ჰიმნი. ხო. ვაგნერის მუსიკა ესა და ხოსტორია და ჩვენი ჰიმნი ასე იწყებოდა, მაგრამ მე გრძელდებოდა. ვაგნერის ეს მეტად მძიმე მუსიკაა, ეხლა მე ვერ გავაკეთებდი თუნდაც ეხლა ამ შედარებას, მაგრამ აი არა, მე ფაქტს ვლაპარაკობ. თქვენ რა სიტყვით, ბატონო ჯემალ, გავს თუ არა ეს ყვავილების ქვეყანა? ძალიან გავს და ეხლა ერთ რამეს გეტყვით, მიშა ჩირინაშვილს ისნობდი კარგად. კი ბატონო. ჯანო ბაგრატიონი ასრულებდა ამ სიმღერას. ჯანო ბაგრატიონი დიდზე პატარა. 1946 წელს. დიახ, გასულ საუკუნეში, ხო? და რაც ეს სიმღერა მე მართალი გითხრა ამ ჟანრის მოყვარული არ გახლავართ და რა ვქნა ეხლა მოყვარეთ. მაგრამ ეს ვიცი, დიდი ჯანო ღეროდა, პატარა ჯანო ღეროდა, სხვების ღეროდა, ბუბას ღეროდა და ბევრი ღეროდნენ ამ სიმღერას და ესე იგი იყო დავა იმაზე, რომ გინდა თუ არ გინდა ეს არის ამისი და იყო ნამდვილად ჩირინაშვილის, იმიტომ რომ რო დაგეყენებია ჩირინაშვილი ახლა 20 კომპოზიტორი დაგეყენებია ერთად ეს სიმღერა გემღერათ ვისია ეს სიმღერა რო არსონდა და მიუთითებდი უეჭველად ჩირინაშვილს ხელს გავდა. ანუ პრინციპში სამუსიკო ისტორიაში ხშირი შემთხვევა, როდესაც დავა არის მუსიკაზე და სიმღერებზე. გიგა ესეა? კი არის. ხშირად არის, თქვენ ალბათ ამ არსებულ შემთხვევაშიც იყო დავა თავის დროზე, 83 წელს დაიწყო ჯერ კიდევ ეს დავა. მე 2001 თუ 2002 წელს სასამართლომ მიაკუთნა და ადასტურა უფრო სწორად რომ ეს იყო მიხეილ ჩირინაშვილის და მე მინდა ერთი დამატებითი ფაქტიც მოგაწოდოთ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ბატონი მიხეილის მემკვიდრე სანდრო ჩირინაშვილი, რომელთანაც მე მქონდა კომუნიკაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, შვილი და ვინც არის დღეს რეგისტრირებული როგორც ამ უფლების მემკვიდრე, ის რეგისტრირებულია ჩვენთანაც და ანუ ჩვენთანაც დაცულია ეს სიმღერა. ბატონი სანდრო ესაუბრა ამ კომპოზიციის სომეხ კომპოზიტორს და მათ საუბარში მოილაპარაკეს და მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი განხორციელდება, ან დასაწყისი შეიცვლება ამ სიმღერის სომეხი კომპოზიტორის მიერ, ან მოხდება ამ სიმღერის გაკეთება ისე, რომ მას დაერქვას ერთობლივი, როგორც ანუ ითქვას, რომ ეს არის ჩირინაშვილის სიმღერა, მუსიკა, დასაწყისი, ხოლო შემდეგ უკვე გაგრძელება სომეხი კომპოზიტორის. ანუ ეს ასევე სასიხარულო ჩემი აზრით შეთანხმება მოხდა. იმიტომ რომ საკმაოდ კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ, ბევრი ისაუბრეს და ამ საუბრის შედეგად მივიდნენ ამ შეთანხმებაზე. ძალიან სასიამოვნო. ესეც არის კიდევ ერთხელ ერთი ფაქტი იმისა, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს რაღაცა შეცდომა, ვიღაცის გადაცდომა, მაგრამ საერთო ენის გამონახვა და საერთო კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. ლენა, შენ რას ფიქრობ ამ შემთხვევაზე? თუ შენ უფრო ცეკვაზე ქონდა შენი პოზიცია? როგორც მუსიკოსი და 18 წელია ვუკრავ და ასე შემდეგ, ხო ჩვენთვის რაღაცები უფრო გასაგებია შეიძლება. აი ამ სიმღერაზე რა შეგიძლია რომ არა, მე შემიძლია ვთქვა, რომ კი, ინტრო არის ძალიან გავს, ჩვენთვისაც გავს ყვავილების ქვეყანას. მე კი იცლება სიმღერა, სულ სხვა მელოდიაც არის ყველაფერი და ძალიან ხშირად ხდება ეხლა თანამედროვე მუსიკაში, როდესაც ვიღაცა წერს რაღაც ტაქტების რაოდენობა ემთხვევა რომელიღაც სიმღერას, მაგრამ ეს არ მოხდა ვთქვათ განძრახ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხდება დავები, აჯარიმებენ კიდევაც ბოლო შემთხვევაში. ანუ შენთვის მისაღებია ის, რომ ეს გადავიდეს რაღაც სამართლებრივ
კუთხით განიხილოს და ასე შემდეგ. ანუ ყველა და არა შეურაცხყოფით და აგრესიით. კი, ანუ ამაზეა საუბარი. ძალიან კაი სიმღერა როგორ არის? სიმღერას აქვს დასაწყისი მთავარი, მის მერე როგორ განვითარდება და როგორ აბა კულმინაცია. ყველაფერია მნიშვნელოვანი სიმღერაში. კი, მნიშვნელოვანი, მაგრამ დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იწყება, ხო თქვა სიმღერა და ის როგორ ვითარდება ბოლომდე. თუნდაც ბოლოში რომ ყოფილიყო, მაშინაც შეიძლება. კი, არა, ცუდად არ ვიძახი, ფაქტია რომ, ნუ, იმ კაცმა აღიარა რომ გავს. და შეთანხმდა, იმიტომ რომ გიგა ეგეთ რაღაცებს ბევრი გააკეთა და თქვა კომპოზიტორმა რომ კი ბატონო ეს გავს და მე ან შევცვლი საერთოდ, ან იყოს ერთობლივი დავაწეროთ რომ ეს არის როგორც ჩირინაშვილი. ძალიან ესეთი მოსული პრაქტიკა არის. ამ შემთხვევაში იმდენად გამოკვეთილი იყო სწორედ ეს ინტროდუქციის მელოდიზმი, რომელიც მართლა იდენტურია ყვავილების ქვეყანისა და შემდგომ კვერა ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ დღეს დღევანდელ სივრცეში რთულია დამალო რაიმე ვინმესგან, ხო? ამიტომ არსებობს ესეთი მოლაპარაკების ფორმატი. მე პატარა გადახრას გავაკეთებ, იმიტომ რომ მოკლე რეკლამა გვაქვს და შემდეგ დავბრუნდებით და თქვენ მოგცემთ სიტყვას სულ მოკლე რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით ამ თემით ისე.